ძალიან მაგარი სანახაობრივი ბრძოლა უნდა იყოს ეს. უძლიერესი ბრძოლა. სანახაობრივი ივენტი არის. ხო. რაღაცა სწავლი ივენტი. ძალიან დიდი ხნის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, ხო ეგენი 2015 წელი იყო მგონი და მე ლაივში უყურებ ბრძოლას. ხო. რაღაც ბრძოლა. ანუ გახსოვს როგორ წავიდა, იმიტომ რომ მგონი რაღაც ადრე მორჩა თუ რაღაც, ხო? ის იყო რაღაც. ადრე მორჩა, ხრის ტრაუმა ქონდა. ოლივერეს და როგორ იყო ისე ოლივერა 66-ში, ანუ იყო washed. გამორეცხილი იყო უკვე რა, არის ეს მისი წონათა კატეგორია და წონათა კატეგორია რო შეცვალა, ხო, ყველა დიდ წარმატებას მაგის შემდეგ მიაღწია რა. რადგან წონათა კატეგორია შეცვალა და აი ზუსტად ის იყო ის მაჩვენებელი იყო, რომ ის სწორა უკვე მისი არ იყო რა 66-ში რა. და ეხლა ჩვენ ვხედავთ Max Holloway 70-ში, რომელიც არის მის ადგილას რა. იმიტომ 66-იც მისი არ იყო. უკვე ძალიან გაიზარდა 66-ზე მაგ ბრძოლე და ძალიან დიდი მეჩაპია. ყველა მაყურებელი გინდა UFC, გინდა აი მარტო დამარცხებული ამ ბრძოლაში არ არის ამ მოგებაში ასე რომ ვთქვათ რა, თორე ყველა გინდა მაყურებელი, გინდა თოფურია, გინდა თვითონ გამარჯვებული ამ ბრძოლის, გინდა UFC, სუპერ წინ მიდის ამ ბრძოლიდან, ამ ბრძოლის არსებობიდან გამომდინარე რა. ანუ ვინც არ უნდა მოიგებს, ჩემი აზრით მოიგებს Holloway, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფავორიტი არის სტილისტიკურად დღეს. მაგრამ რავი რა, ოლივერამაც გამროთთან ისეთი შიმშილი აჩვენა, რომ ვერ გაიგებ, ანუ რა დიდი კითხვის ნიშანი ადგას რა. მაგრამ ხა უნიშნელო ფავორიტი Holloway-ია ჩემი თვალსაზრისით, უნიშნელო პატარა ფავორიტი ასე ვთქვა, slight favorite რა. მეც გეთანხმებია, რომ Holloway-ია ალბათ ფავორიტი უნდა იყოს. მაგრამ ვერ გამორიცხავ რა თქმა უნდა ჩარლზ ოლივერას რა და რაღაც ვერ წარმომიდგენია რომ ფინიშით არადა ჩარლზ ოლივერას ხო ყველაზე ბევრი ფინიში აქვს გონის საბმიშენით არა UFC-ში. კი, მაგრამ რაღაცნაირად აი თითქოს ვერ წარმომიდგენია რომ მოახერხოს Holloway-სთან რა. ანუ ჩარლზ ძლიერი მხარე რა იყო რომ მაგ ფსიქოლოგიურ დომინაციას აკეთებდა მისი სახიფათოობით მეტოქეებზე, რადგან დარტყმას ძალიან ძმი აქვს, სახიფათო დარტყმები აქვს და ground game-ის ძალიან რთული აქვს რა. მაგიტო არც ქოვიდან, არც ზევიდან არავის არ უნდა მაგასთან სულ ყოფნა, არც გაცვლაში არ უნდა მაგათგან. ახლა ჩვენ დავინახეთ გეიჯი, გინ აი ყველა გინ პორიემ, გინ მანაკო ჩენდლერმა ვინც გაცვლაში დარჩენ მაგასთან, ანუ რა დაიჭირენ რა. ზუსტად რა, გაცვლაში მაგასთან ხა წარმატებით მარტო მახაჩევმა და თოფურია მიასპარეზა. დანარჩენი ყველა მებრძოლე გაცვლაში დაიჩაგრა რა. მახაჩე და ცარუგიანსაც შეეხება მარტო რეალურად ახლა მისი ჭიდაობის ხარჯზე გადარჩა. ზუსტად რა მაგასთან რა, თუმცა 5 რაუნდიანი ბრძოლა რო იყო, ძალიან ღია კითხვა იქნებოდა რა იქნებოდა. შედეგად თქვა 5 რაუნდიანი ბრძოლის რა. ხო და სადაც 3 რაუნდიანი სპლიტით დამთავრდა რა. ხო და რა შეეხება მაგ ბრძოლას, ანუ რეალურად თუ ძალიან ძნელია რომ Holloway-ზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელო რა. უბრალოდ ჩვენ მე რაც მომწონს ყველაზე დიდად გინდ Holloway-ში, გინდ Oliveira-ში ძალიან დიდ პროგრესს ხედავ მაგ მებრძოლეებში ბრძოლიდან ბრძოლამდე. რა? და იგივე არის აი მაგასთან ველო აი რა ძალიან ძნელი სათქმელი არის რადგანაც ხო ჩვენ ზუსტად არ ვიცით ხო რა პროგრესირებულ Holloway-ს და რა დონეზე პროგრესირებულ Oliveira-ს დავინახავთ რა მაგ ბრძოლაში რა მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში 100% რომ ამ ბრძოლის შემდეგ ხო აი სასწაულები იქნებიან რა სრულად რა თითქოს რა უკანა ანუ ბოლო პერიოდზე არის რა უკვე ჩარლზ ოლივერა რა და მაქს ჰოლივეიც ახლა აღარ არის უკვე რავი ისე პრაიმი თუ არის არ ვიცი რა ორივე პრაიმს ხო არ გადაცდნენ მაგრამ მე შემიძლია გითხრა რომ ჩარლზ ოლივერას პრაიმი შეიძლება დღეს თავრდებოდეს ანუ ამ შაბათს რა და ალექს და მაქს ჰოლივეის პრაიმი იწყებოდეს მხოლოდ რა lightweight პრაიმი იწყებოდეს იმიტომ რომ ჩვენ რა lightweight-ში Justin Gage-ის და Dustin Poirier-ს საწინააღმდეგოდ რა Max Holloway-ს დავინახეთ, ხო? ანუ ეს არის რეალურად ძალიან მაგარი lightweight-ი, იმიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევადაროთ Dustin Poirier-ს ბრძოლა ისლამ მახაჩევთან და Dustin Poirier-ს ბრძოლა Max Holloway-სთან, ანუ ბოლო ბრძოლებზე ვამბობ რა. შედარება არა, რომ Max Holloway აშკარად უფრო მაგრა იასპარეზა მაგათთან რა, აშკარად უფრო მაგრა იბრძოლა. მაგათთან ამიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ Max Holloway შეიძლება დღეს შედიოდეს მისი კარიერის პრაიმში ხო ვითო რაღაც ვეტერანია კი ნაღამდა სპორტის რა და რამდენი ბრძოლა აქვს შეატარებული სატიტულო რამდენი ბრძოლა აქვს შეატარებული მე მგონი უფრო მეტი აქვს ვიდრე ჩაოლებრივი ბრძოლები შეატარებული რა
4 რაუნდიანი ბრძოლები. მაგრამ ანუ აშკარა ვეტერანი არის და შეიძლება შედიოდეს მის პრაიმში და ანუ მე თეიზე ვდგავარ რა, რომ მმ. ესე შეიძლება ჩვენ პრაიმის დაწყებას უყუროთ მაქს ჰოლოვეის, რომელიც გაგრძელდება კიდე ერთი რა ვიცი რა მმ. ძალიან ძალიან ბევრი ბრძოლა რა. და ჩარლზ ოლივერს კარიერის დასასრულზე, მაგრამ ეს არა ფაქტია, რადგანაც ორივე მებრძოლი ძალიან ჯანმრთელები არიან, ძალიან სავსე არიან ძალით, ასე რომ ვთქვათ და მმ. ბოლო ბრძოლები ისე ჩაატარენ, რომ რა ვიცი რა, მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს, რომ ეს ამ ბრძოლაზე მეტი დაინახო რა, ზოგადად მმ. არ არსებობს რამ, რაც გინდოდა რომ გინდოდეს რომ დაინახო ამ ბრძოლის იქით რა. იქ შენი აზრით იქნება თუ არა ის მომენტი თითი ქვემოთ ბოლო 10 წამი არის დარჩენილი და ნახავ თუ არა მაგ მომენტს თუ ვერ მივა მაგამდე საქმე. ბოლო 10 წამამდე ძალიან ძნელია რომ მივიდნენ მმ. მაგორმა. Followers ძალიან დამატებული სიმძლავრე დარტყმის და და ჩადალივერა ანუ უნებრივი ფინიშერი არის decision-ი როგორ მისი თემა არა და მისი გაგებაც არა ო, და რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება თუ მიაღწიენ მაგამდე მაგრამ მე არ მგონია რომ სტილისტიკურად შეიძლება მაგათმა მიაღწიონ რა მოკლედ მართლა მაგარი ბრძოლა იქნება და ერთი სული მაქვს რომ ნახავთ და მე ჩავჯდებით ერთად და ვისაუბრებთ ამ ბრძოლაზე.